სტომატოლოგიური მომსახურება ძვირდება. მიზეზი მთავრობის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციები და მოთხოვნებია, რომლებიც სტომატოლოგიურ კლინიკებს წაუყენეს. მუდმივი განათლება, ძვირადღირებული ტრენინგები და ლიცენზირების გართულებული ეტაპები. ყველა ამ ხარჯის დაფარვა სტომატოლოგებს საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ. საბოლოოდ კი ხელოვნურად გაზრდილი ფასები ისევ პაციენტებს დააწვება. ჟანა აყოფაშვილი გვეტყვის კიდევ რა პრობლემებზე და საფრთხეებზე საუბრობენ სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლები ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით. დიახ, სტომატოლოგები მომსახურებაზე ფასების ზრდას აანონსებენ და ამის მიზეზად მთავრობის დადგენილებას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ყველა სტომატოლოგი ვალდებული ხდება საკუთარი ხარჯებით გაიაროს კურსები და ტრენინგები და ასევე ჩაერთოს სამედიცინო განათლების სისტემაში, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც ცნობილი ხდება, ერთი კურსის ღირებულება 250 ლარიდან იწყება და 6.000 ლარამდე მერყეობს, რისი ფინანსური რესურსიც, როგორც თავად ამბობენ ჩვენთან საუბარში, ექიმებს არ აქვთ. გარდა ამისა, დადგენილება სტომატოლოგებს ავალდებულებს იმასაც, რომ საკუთარი საქმიანობის გასაგრძელებლად სტომატოლოგი ვალდებული ხდება, რომ 1 წლის განმავლობაში 20 საჭირო ქულა დააგროვოს იმისთვის, რომ საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულება შეძლოს. ჩვენთან საუბარში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ გარდა ამ ბიუროკრატიული ხარჯებისა, სახელმწიფოს მხრიდან იკვეთება კომუნიკაციის პრობლემაც. ექიმებმა არ იციან, რა სანქცია დაიკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი კანონს არ დაემორჩილებიან. ჩვენთვის სტომატოლოგებისთვის და ზოგადად ყველა ექიმისთვის ვფიქრობ, რომ პაციენტი არის მნიშვნელოვანი, ზედმეტად მნიშვნელოვანი ფიგურა ჩვენთვის. შესაბამისად, მათი ესე ვთქვათ, მზაობა გარდა იმისა, რომ ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ, ნახეთ მომართვიანობის მხრივ, როდესაც მომართავენ სტომატოლოგიურ კლინიკებს, ახლანდელ ფასებზეც არის ესე ვთქვათ, წუხილი პაციენტების მხრიდან და როდესაც მოხდება ტრენინგების გაძვირება და ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით, რომ ეს ტრენინგები გავიაროთ, რა თქმა უნდა, ვინც შეძლებს ამ ტრენინგის გავლას, აუცილებლად მოიმატებს ფასები, რაც რა თქმა უნდა პაციენტებს დააწვება. ძალიან დიდი რისკია იმისა, რომ სტომატოლოგები ფაქტიურად უმუშევრები დარჩებიან, იმიტომ რომ როგორც ვიცით და ჯერ არც ვიცით რეალურად რა სანქცია გვეკისრება, მაგრამ ინფორმაცია რაც გვაქვს, ეს არის ის, რომ სტომატოლოგები ჩამოერთმევათ საქმიანობის უფლება. ან იქნება ჯარიმები. ეს ჯარიმები, რა თქმა უნდა, იძულებულს გახდის სტომატოლოგებს, რომ ფასი გააძვირონ სტომატოლოგიურ მკურნალობაზე, რაც ინტერესში ნამდვილად არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ დადგენილების სავალდებულო ხასიათი არ მოიცავს სანქციის, არც ფორმას, არც ზომას და არც მოცულობას, რაც დიდ გაურკვევლობას იწვევს სტომატოლოგებში. არ იციან, რასთან ექნებათ საქმე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ არ არის მზაობა იმისთვის, რომ ამოქმედეს ეს დადგენილება და მიმართეთ თხოვნით სწორედ ამასთან დაკავშირებით, რომ გადაიწიოს 1 წლის ვადით სავალდებულო მოთხოვნა ამოქმედეს 2026 წლის 1 იანვრიდან. სტომატოლოგები მთავრობის დადგენილების გადავადებას ითხოვენ, რომელიც მათ ტრენინგებზე დასწრებას და ქულების დაგროვებას ავალდებულებს. მათ ამ მოთხოვნით წერილები უკვე შეიტანეს როგორც ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე მთავრობის ადმინისტრაციაში, თუმცა როგორც თავად ჩვენთან საუბარში ამბობენ, ამ დრომდე მათ არავინ დაკავშირებია.